პატიმრობაში მყოფი ქართული ოცნების ყოფილი მხარდამჭერი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო რამიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში თაღლითურ კოლ-ცენტრებს მფარველობდა. ჩიკვაიძის თქმით, მან ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე აცნობა. როგორც წერილშია ნათქვამი, ბიზნესმენი ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული ოცნების საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას არაპირებს. ჩემი და ჩემი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ შეკერილი საქმის მთავარი მიზეზი იყო ამ მთავრობის მხილება. მიუხედავად იმისა, რომ მე კვლელმა მოსამართლე მიზა კელენჯერიძემ მომისაჯა 9 წელი და ამჟამად ვიმყოფები იძულებით შიმშილობაზე, მაინც გავაგრძელებ ამ დამნაშავე რუსული ხელისუფლების მხილებას. ჩვენი საქმის შეკერვაში მთავარ ფიგურანტთან, გენერალურ პროკურორ გაბიტაშვილთან ერთად არანაკლები ბრალი მიუძღვის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის აწუკვე გადამდგარ ხელმძღვანელს რამიშვილს. ჩვენი საქმის გამო, რომ აუცილებლად უმკაცრესად მოგეკითხებათ სამართლებრივად, მაგას კი უნდა ხვდებოდეთ უკვე, მაგრამ მანამდე იცოდეთ, რომ ყველა იმ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას ევროპასა და ამერიკაში უკვე მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ ქმნიდა და მფარველობდა ბატონი რამიშვილი თაღლითურ კოლ-ცენტრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში. ახლა ბევრისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდება, თუ რატომ იცავთ კბილებით საზოგადოებრივ მაუწყებელს. რამიშვილს უთხარით ვინმემ, რომ თანამდებობის დატოვება ვერ უშველის. ქართულ საგამოძიებო უწყებებთან ამ საკითხზე არ ვაპირებ თანამშრომლობას ამ რეჟიმის პირობებში, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უკეთესი და სამართლიანი საქართველოს პირობებში ჩემ საქმესთან ერთად ამაზეც აგებთ პასუხს. 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მის ბიზნეს პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათ დიდი ოდენობით თანხების მარცხა წინააღმდეგო მითვისებას ედავებოდნენ. გიორგი ჩიკვაიძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ მას რეჟიმი პოლიტიკურად დევნის.